ფოსის ტერმინალს ახალი ფლობელი ყავს. IPM ტერმინალი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია. საქართველოს მას საკუთარი წილის 80% მიყიდა. გარიგების თანხა ჯერჯერობით არ სახელდება. მსოფლიო პორტების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ოპერატორი საქართველოში პორტის განვითარებისთვის 65 მილიონიან ინვესტიციას ჩადებს. IPM კომპანიას 33 ქვეყანაში 44 ტერმინალი აქვს და ასევე ნატოს სამხედრო გადაზიდვებს ემსახურება. მხოლოდ ჩარშანამ კომპანიას 4 მილიარდის მოგება ჰქონდა, რაც შეეხება რაკიას ის ფოთის პორტის მშენებლობას 2012 წლისთვის დაასრულებს. ფოთის ტერმინალს ყავს ახალი მფლობელი, ეს არის APM Terminals, კომპანია, რომელიც არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, საპორტო ოპერატორი კომპანია მსოფლიოში, რომელსაც აქვს 44 ტერმინალი მთელ 33 ქვეყანაში. მინდა აღვნიშნო, რომ ამ კომპანიას ექნება დამატებითი ვალდებულება ჩადოს 65 მილიონი ინვესტიცია პორტის განვითარებისთვის და რა თქმა უნდა ასევე დაასაქმოს ადგილობრივი მოსახლეობა.